ერთკვირიანი შემეცნებითი ტური ბათუმის სკოლების მოსწავლეებისთვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით დღეიდან მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში ძმები ნობელის სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი უფასოდ დაათვალიერონ. დღეს მუზეუმში ბათუმის 26 და 37 სკოლის მოსწავლეებმა ბათუმის ეკონომიკური და კულტურული განვითარების ამსახველი ექსპონატები დაათვალიერეს. გაიცნენ ჩაის კულტურის ისტორიას, ლაო ჯინჯაოს ბიოგრაფიას და ქართული ღვინოების კოლექციას. შემეცნებითი ტურის მიზანი სკოლის მოსწავლეებში სამუზეუმო ცხოვრების გაცნობაა. ძალიან მაინტერესებს თუ რა შუაში იყო ქალაქ ბათუმთან ალფრედ ნოველი და ველოდები რომ მივიღებ ჩემ კითხვაზე პასუხს და ძალიან მაინტერესებს თუ რა შექმნეს ნოველებმა. ამგვარი ღონისძიებები ძალზე მნიშვნელოვანია, რამე თუ ბავშვს მუზეუმი და სამუზეუმო გარემო აძლევს სულ სხვა ესთეტიკურ აღს და სულ სხვა ფასეულობებს უყალიბებს, ბავშვები ეცნობიან მუზეუმში ქცევის წესებს, როგორ უნდა მოიქცნენ, გარდა იმისა, რომ გებულობენ ახალ ინფორმაციას და მათი მწოხედველობა რა თქმა უნდა იზრდება და ვრცელდება, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი ღონისძიებები და რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა უნდა მიიღოს ამ აქციაში მონაწილეობა. ეს არა მარტო მუზეუმის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, არამედ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი რამ იქნება იმდენად, რამდენადაც ისინი გაეცნობიან აქ სამუზეუმო საქმიანობას, ასევე მოისმენენ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ნავთობის მეფეებად წოდებული ძმები ნობელების ბათუმში მოღვაწეობის შესახებ, ასევე გაეცნობიან თამბაქოსა და ჩაის კულტურების ისტორიას და ასე შემდეგ. ამდენად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი აქციები მნიშვნელოვანია და ის სამომავლოდაც გაგრძელდება.